ჩამოვედით პარიზში. აი. აი თუ არა, მალე ჩამოვედით. აი რა ხდება. მაგარია, პარიზში ვარ. Bonjour, je m'appelle David, je suis à Paris. და დიახ, ყველაზე ქართულმა ბაიკერმა პარიზში ეიფელის კოშკამდე ჩააღწიეს, თუმცა მარშრუტის გამო საფრანგეთი ამჯერად დაუთვალიერებლად დავტოვე, რომ პორტუგალია მენახა და ხოლო ამის შემდეგ საქართველოსკენ მომავალ გზაზე გეგმად ჯერ ესპანეთის გავლა იყო და შემდეგ ისევ საფრანგეთში დაბრუნება, რომ წავსულიყავი ყველაზე მდიდრულ ნაწილში მონაკოს სანახავად და რაც მთავარია, იქაური პასპორტი ამეღო და მონაკოს მოქალაქეობა მომეპოვებინა. სანამ ამ ყველაფერს გავაგზავნებთ, აქვე ედიტორმა მოგიკითხათ. ძმა რა შევირო ახალ ხოხარ მაგრად ხოხარჯი გრულა სხვა შევირო ახალ ხოხარ მაგრად კარგად ხუროს ეს ბიჭი მოწონს გავაგრძელოთ. მოკლედ დღევანდელი ვლოგი ესპანეთიდან იწყება, კონკრეტულად ბარსელონასკენ მივდივარ. გზად ალბათ რთული მისახვედრი არ იყო, რომ ესპანეთში ვიყავი. ბანერიც რომ არ შემხვედრო და მარტივად გამოვიცნობდი ქვეყანას ამ ქანდაკებების მიხედვით. აქ მე უკვე რეალურად მარტო მოგზაურობ და შეიძლება ითქვას, რომ ხალხთან უკონტაქტობისგან ცოტათი გავუბერე. კი ეს მეორე რომელსაც თავი ეფხანება და ჩაფხუცი ფხანს. აი მე როგორ ჩამოვაღწია საერთოდ. მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ჩემი გაგიჟება აქ ყველაზე დიდი პრობლემა არ იყო. ესპანეთის მზის გაცხელებული გზის საფარის და ჩემი მაღალი სიჩქარით მოძრაობის გამო ბორბლების გადახურება ნელ-ნელა ჩემი საბურავების პროტექტორები შეიწირა და აი ასეთ მდგომარეობამდე დაადნო. ისა, ალო, შუა ვალენსიაში ვარ და ესე გამოიყურება ჩემი ბორბალი. ენი აზრით მეგობრებო, ბარსამდე ჩამვახწე? არ ვიცი, 100 დავდივარ. იმედია რომ ჩავახწე 4 საათიანი გზა მაქვს. გადავრჩებით. ჩავალთ, ბორბალი არ გასკდეს, იმედია და ბარსაში გამოვცვლი. ბარსაში ბევრი ქართველი ბაიკერია, შევხვდები და იმედია რომ დამეხმარებიან. ილოცეთ ჩემთვის. ბარსელონაში ჩაღწევამდე მე შეგახსენებთ, რომ ჩემი გენერალური სპონსორი არის ლიდერ სპორტი, ასევე ჩემ მოგზაურობაზე იზრუნა სოკარმა, ასევე უღრმესი მადლობა ჩემ პარტნიორს თეგეტა მოტორს, რომელიც მოტულის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში და ასევე დიდი მადლობა ჩემ მეგობარ კომპანია Snacks, რომლის მეშვეობითაც გზაში შიმშილით არ ამოვწყდი. ჩემი აზრით მე წვივა გადარჩენილი, აი ესე დავსვი და ამ წამს მოვედი შოპში, სადაც ეხა გაიგება 3 წუთში და გამოვცვი ბორბალს. ზუსტად მოვიდა ყოჩახ ჩემი გოგო, კაი გოგო ხარ? ყოჩახ. ეგ არის მეგობრებო, გამოცვალეს ჩემი ბორბალი, წამოვიყვანა ეხლა აქით. აი, ლაცინცხალია, გიგანტური პროტექტორები აქვს. ეს უკვე არის კრუიზინგის ბორბალია. ძალიან ხანსაც არ გასწდება. ზუსტად მაგისთვის შემირჩია, რომ რადგან ბევრი კილომეტრი გიწევსო, არ გინდაო სპორტ ბაიკიო, მაინც შენ დამწოლე არსად არ ახარო კუთხეებშიო და აბსოლუტურად მართალია, მაინც სწორად დავდივარ. 260 евро თავის გამოცვლიანად, ანუ სულ ახალი ბორბალია. მეგონი კარგი ფასი არის. რა ვიცი. ჩვენთან საქართველოს სულ ახალი ბორბალი რო იყიდო, არა მეორადი, ალბათ ეგ ფასი დაგიждდება. დამატებით იმის თქვა მინდა, რომ რაღაც საბუთი იყო აქ საჭირო. ტეგდათვალიერების საბუთი, რომელიც რა თქმა უნდა მე არ მაქვს. ტიპი გაგიждდა, რომ აბა საიდან გიცვლიანო ნაწილებს რო დაგჭირდეს მატორისო. მეთქი ჩემოწვა win კოდი გვაქვს. მაგიძებნია და ცოტა შოქში იყო, ეგრევე ვერ გამოგიცვლიო, მაგრამ ესპანეთია, ბარსელონა, ჯიგრები არის და ვაიცა ერთი და დავაი გამოგიცვლიო და გამომიცვალა. წავედი ახლა ლადონო ნახო. ამდენი ხანი არ მინახავს. აქ არის საგრადა ფამილიასთან შევხვდები ლადოს. წავედით. მართალია ლადოს პორტუგალიაში გამომემშვიდობე, თუმცა ბარსელონაში გზები ისევ გადაგვეკვეთა, მაგრამ მის ნახვამდე ბარსელონას ყველაზე დიდი ნაგებობა საგრადა ფამილია უნდა მენახა. გამოჩნდა საგრადა ფამილია. აი, საგრადა ფამილია. ძალიან დიდებულია და გიგანტურია. თუმცა ეს ახალი რესტავრირებული მხარე არის, მოდი წინ და შემოვლი ახლა. შემოძვრეთ, არავინ არაფერს არ გვეთქვის. არა, რა სამოთ კაცო. აქ ესე არავინ არაფერს არ იძახის. აი, მოტორიც გამურთე. თვით არა ლამაზია. ვაუ. ძალიან დიდებულია. შეხედეთ რანაირია. ანუ ახლდა რომ ნახულობ ერთ-ერთი ასე ვთქვათ პირდაპირ უყურებ, ერთი ჯერებ რამდენად გიგანტურია, დიდებულია, მასიურია, აი აბსოლუტურად თვალით ვერ აღიქვა ვიდეოში თუ აი როგორი არის საერთოდ. ცოტაშიც არის რომ მოგეთხოვოთ, რაც მეც ვაკვირდები მით რომ მეშინია ამ შენობის. აი ლადოც მოვიდა მეორე მხარეს არის, მივიდეთ ვნახოთ და საერთო ფოტოც გადავიღოთ. აი Hello. Acabou.
მარტო უკანა შეცვალე, წინათ გამოცვალი არა. ბიჭო, არ ვაპირებდი და გამოუცვლია. გამოუცვლია? ხავში? ფასი რომ მითხრა როგორ მარტო უკანაზე მითხრა, თუ ორივე გამომიცვალა. 300 евро ორივე? 266. ორივე ბიჭო? ეს არ ვიცოდი. ეხა გითხარი მე? ვაფშე არ ვიცოდი. ილოცე ჩემთვის. მიჯიგრა დო. უი, შუაგდაში თქვა ვარ. კაი, აი იქ ხوار დავაყენოთ, იქ არაფერი არ ხდება, ხო. Let's go, და გავიქცე ეგრევე. მომდა გასაღები? სალამი. გამარჯოს. გამარჯობა. საცა გინდა როცა გინდა ძმაო ქართველების უარიან. ყველგანა ვარ, ყველგანა. აბაჰე. სანამ ბარსელონას გემრიელად მოვინახულებდე, მაქამდე გავემართე ორი სხვადასხვა ქალაქის სანახავად. ესენი არის ლორეტ დე მარი და ტოსა დე მარი. რეალურად შემეძლო ერთი ქალაქი ამერჩია, იმიტომ რომ ერთმანეთს ძალიან გვანან, თუმცა მე აქ მქონდა გეგმა, რომელიც მდგომარეობდა იმაში, რომ გადამეღო ფოტო კონკრეტულ ადგილას, სადაც 13 წლის წინ ჩემს მაკაცებთან ერთად გადავიღე ამ ორი ქალაქიდან ერთ-ერთში და არ მახსოვდა რომელი ქალაქი იყო. ანუ ორივე ქალაქი უნდა მენახა იმ ადგილის მოსაზრებლად და რა თქმა უნდა პირველი არასწორ ქალაქში მივედი. Hoppa. კეთილი იყოს მეგობრებო თქვენი მობრძანება ლორეტ დე მარში. სალამი, როგორ ახართ? ძალიან ცუდად თავად 1-5 კაცი რა. ხო, ლორეტ დე მარში ზუსტად 10 წუთი გავჩერდი და მალევე გავემართე ტოსა დე მარისკენ, სადაც ვეძებდი ყველაზე შემაღლებულ წერტილში დამონტაჟებულ რკინის ზარბაზანს, რადგან ეს იყო ერთადერთი ჩასაბღაუჭებელი მინიშნება ფოტოდან, რომ ზუსტად ის ადგილი მეპოვნა, სადაც 13 წლის წინ ეს სურათი აღიბეჭდა. აი იქ არის, აი. გამოჩნდა ის რა ქვია. კასლი რაც არის. გაჭედა, ცოტა გაჭედა. აქვე დავწერე რომ ჩემი ედიტორის ხმობები, მაგრამ ევასება. ხა სად არის მთავარის კენონი? სადღაც აქ არის მე მგონი. ზევით. ეხა გავაჩერე მოტოციკლეტი, ავდივარ ფეხით. რა ვიპოვო ეგ კენონ ბოლი. აი პირატებს ვაქვთ გასასროლი, ხო იცით? აი მაგასთან მაგ გადაღებული ფოტო და მინდა რომ ეხა მეც მივაგრო. სადღაც ზევით იყო მახსოვს და სად ზუსტად არა. რა ქიმაწეს. ვიპოვე ეგ არის. აი მე უკვე საუკეთესო მომწავიქეცი. ეგ არის. აი, ორი ცალი, ერთი აქ, ერთი იქით. ეხლა ნახავთ მე სადღაც გადაღებული ფოტო. მე მგონი აი იქ ვზივარ. ეხლა იქ როგორ მივიდა? ფაკ. აი მოდი ნახო ფოტოს ძველს. ზუსტად იგივე ხე არის. და ზუსტად მანდარი. კაი, ყველა ვარიანტი არის იქ უნდა დავждე. ძალიან ბევრი ხალხია. მაშინ სად იყოს მამა ამდენი ხალხი მე რო აქ დავდიგოთ. ეს ახლები არიან ესენი რა. აი ზუსტად აქ. იცადე? აი მე აღარ შემილია, მაგას აქ შეაღარა ვარ, ეს რო ვიძრომიალო და რო არ მერიდებოდეს. ერთო დავაზუსტოთ, ხო ესაა. კი ეგაა. Let's go გადავიღოთ. თავარი ხა ისე ავძრე, თან კამერა ხელში მიჭირავს და არ ჩავარდე. ესე? გადასავარდი გემრიელია, მაგრამ შეგვიძლია ეს მარტივად დავждეთ. აბა, აქ ვივართ. ეხლა გვინდა ფოტო. ფოტოც მაქვს გადაღებული 12 წლის უკან. ვერთო ჩემო. მე მგონი გავიზარდე. ცოტა ქვევიძივარ. ქვევით უნდა ჩავიდონ და აი მე არ ჩავარდე დავით. მაგას აქში აღარ ხარ. ოპ. ეგ არის. всё, ეგ არის ვიღებთ. მოიძადეთ მეგობრებო, მოიძადეთ თქვენ ჩემთან ერთად იღებთ. Let's go. 3, 2. ეგ არის ფოტო გვაქვს. აი ხა აქედან ისე ჩავიდეთ რომ აფერი არ დავიმართოს. ოპ. აუჩი. ყველაფერი შედობა, ფოტო გადავიღეთ. რა მაგარია. 12 წლის მერე ისე იგივე წერტილში. ასე ვთქვათ, ტენდენციასავით თითო მეგობარი რომ აკლდება იქ. ეხლა მარტო დავჭი. ტენდენციას ალბათ არავინ არ იქნება ისე გადავიღე ფოტოს. რა მაგარია, მიხარია რომ აქ გამოვედი. რადგან საათ ნახევარი ეგზა იმისთვის გავიარე ეს ფოტო გადავიღო. მაგარია. მაგრამ მოდი თქვენ ძალიან მას ხედებს განახებთ, რომელიც აქვს ტოსა დე მარს. და მოდი ახლა ცოტა სამ ქალაქზე მოგიყვებით. რეალურად როცა 13 წლის წინ ძმაკაცებთან ერთად ფოტოს ვიღებდი, საერთოდ წარმოდგენაც არ მქონდა თუ რა მაგარ ადგილას ვიყავი. ტოსა დე მარი რომაული დასახლება იყო, რომლის კედლები, კოშკები და ეს ზარბაზანი უიდედა რა უხერხულია. ისა ედიტორს მიმართავ, გადავიდე შემდეგ კადრზე. გადადი. ხო, რას მომოდი? ამ ქალაქის ძველი სახელია ტურისა და შემდეგ დროთა განმავლობაში დღევანდელი სახელი დაერქვა, რომელსაც 2000 წელზე მეტი ისტორია აქვს და დღესდღეობით მან სეირნობისას პირდაპირ მნიშვნელობით ძველი რომიდან მოყოლებული დღევანდელ ესპანეთამდე სეირნობა. მეგობრებო, იქ რიგში დგომა მეზარება და წარმოვიდგინეთ რომ იგზივარ, მოიცა?
ეგ არის, მანდაც გვაქვს ფოტო. Welcome to Tossa de Mar. Ოლეთ გაგვიმართა თურმე არ შეიძლებოდა აქ ამოსვლა. პატრულმა ჩაითო, არ დაგაჯერიმებთო, იმიტომ რომ მეც მოტოს ვატარებო და არა უშავს ამჯერათო. აი გარი რაც მო, ჯიგარი ვიღაცა fellow biker-ი რო იჩითება, უფრო ჯიგრობენ. ეს ჩვენი Tossa de Mar-ი 5 წუთიანი მოვლა. აგერ ბოლოს თვალი მოვალეთ, ძალიან ლამაზი არის მართლა. წავედი ახლა შენეგ ლოკაციაზე, ხო? ესეც ჩემი ერთ-ერთი გეგმა, რომლის განსახორციელებადაც 13 წელი დამჭირდა, რომელსაც ალბათ მომავალში ისევ განვახორციელებ ათ უკვე ჩემს ძმაკაცებთან ერთად და ზუსტად იგივე ფოტოს გადავიღებთ, მაგრამ მოდი მაქამდე დავბრუნდეთ ბარსელონაში და იქაურობა დავათვალიეროთ. ეხლა მოვედი ბარსელონში კორგი კაფეში. ესეთი საყვარელი კაფე არის, სადაც კორგის ის საყავთ ძეგლი ყავთ და შეგით ყავთ თავიანთი კორგი. როცა არის ხოლმე, არ ვიცი ხა არიან თუ არა სხვა კორგები, მე მგონი არავინ არ ჩანს. ბევრი კორგი იგრებება, ერთად არიან და ესე კაფეში ზიან და სვამენ და ეხლა მინდა ის კორგი ვნახო, რომელიც ცნობილია და ვიაკოვი. Let's go. ხახო. Okay. I'm just came here for the corgi. გოგო, ეთქო ხარ. ძასაყვალე, ახლა ძინავს არცალი ამასაფერებლად. ძასაყვალე გარემო არის, ახლა შემოვედით. საქანელებით დასაჯდავია, სიმყუდროვეც არის და რა თქმა უნდა, ამ თავარი კაფის ვარსკვლავი აქ წერს. ძინავს. მითხლეშილია. მინდა რა ფეხებზე მოკბინო. არა არ შეიძლება. შევაწუხებ. ვაი, ბეკარიცა. გოგო, მოდი აქ. გოგო. Sukani takoaks. Მინდა მოპერე. ვაი, მე მოდი ხო? მოდი. გოგო, მოდი რა. ეს ნაგლობად თვითონ რომ მიდიან, მე მინდა რომ თვითონ მოვიდეს. თან ესეთი ორი გოგოს შეკოთა გავაკეთე. ცივილი მონათები ლამაზ ფერებიანი, მაგრამ მე მაინც კორგი მინდა. გოგო, ოგი პირო. აი, თეთუკები. ნატკოთ. გოგო. მიდიდი. შემოწიწოდე. ძაბედნიერია. შევეხე მოვფერებსო. მე აქ ბედნიერია. ეხლა დავждები, ჩემ გოგოს გული ლიმონადს დავლევ და წავალ. ორეშტერობა. უბრალოდ ლამაზია. მაგრამ კორგია, ჩეხი. ვაიმე, უკაცრა მაგრამ მოყირავ და. გოგო. ცირცხვილია რა წევხარ. მომიშვირე ყველაფერი. ანძილობა ან მორიდება ამდენ ხალხში არ ვიცი. გამოვიჭერე. ამოყირებული, ამოკოტრიალებული, ის მუჩეზე ვეფერი. გაიზმორე, ხო, აი მე როგორ გაიზმორა. გოგო. აგე დადიფს არაფერი ცხოვრებაში. საკარგად ვარ. შემიძლია ძაღლები მენატრება. წავედი შობედნიერი ვარ. ხო ისედაც დაიკეტა აქაურობა. გული მოვიხარ. აი მეგობრებო, მოგიყვანეთ. ტრიუმფის თაღთან. ტრიუმფი მარტო მოტო ვიცი და ეს რა არის არ ვიცი. აი ხუმრობ ხა მოგიყვებით ეს რა არის. ეს გახლავთ ტრიუმფალური თაღი, რომელიც ბარსელონაში იმყოფება, არაგერიოდ საფრანგეთისაში და კიდევ სხვა თაღებში, რომლებიც მიმოფანტულია სხვადასხვა წერტილში მსოფლიოს გარშემო. მთავარი განსხვავება აქაურ ტრიუმფალურ თაღში არის ის, რომ ეს კონკრეტული სამხედრო გამარჯვებას არ აღნიშნავს. ის არის აშენებული 1888 წელს მსოფლიოს სტუმრების მისასალმებლად. რაღაცა ძალიან ლამაზია, დიდებულია, ნუ აქ თამხიდან ენათება ცუდად, მაგრამ მაინც ძალიან ლამაზია. მთელი გრძელი პარკი მიუყვება და ხალხი აქ დარბის ზეინობს, ზოგი ისვენებს, ზოგი ქუჩის მუსიკოსია და ნამდვილად არის ერთ-ერთი საინტერესო სანახაობა ტურისტებისთვის. მე აქაური ვარ, მე ტურისტი არა ვარ. მე ბევრჯერ აქ ნამყოფი. ორჯერ შემოხაზეთ? 4ჯერ. ტრიუმფალური თაღიც მოვინახულეთ, ეხლა წავიდეთ ტიბიდაბო უნდა განახოთ. აქედან კი უკვე შეყვარებულთან ერთად, რომელიც პორტუგალიდან აქ გადმოფრინდა, მივდივარ ბარსელონას ყველაზე მაღალ წერტილზე ტიბიდაბოს მთაზე. ვაუ, გამოჩნდა! სადაც ამ დიდებული ეკლესიის ბოლო სართულზე იესოს ქანდაკებასთან ასვლა მქონდა დაგეგმილი. აუ, ზღაპრის კადრებს გავს. რა სილამაზეა. ძალიან დამეღალამდე ხანჯდობის. ვაუ! ალამაზია.
არის კათოლიკური ეკლესია, რომელიც ნეოგოთიკურ სტილში არის აშენებული და მოდერნისტული ნაწილებიც აქვს რაღაცეები დამატებული. შენობა დაიწყეს მე-20 საუკუნის დასაწყისში და 1961 წელს მორჩა. ეს წერტილი არის ბარსელონას ყველაზე მაღალი წერტილი. და მოდი ახლა შიგნიდან განახებთ ულამაზესი აქ ნამყოფი ვარ როგორც ღამის საათებში. პირველად ვარ დღის საათში, როცა შემიძლია სულ ზედა წერტილში ავიდე. ამას თავისი დროები აქვს, მე მგონი 8 საათამდე არის ეს ღია. ეხლა ძალიან მაინტერესებს ზევი და როგორი ხედი იქნება. ახლა ინფორმაცია მომწოდებს, რომ 9 საათამდე ზევით ასვლა და 9:20 წუთი და გავექანები ჯერ ზევით წავა და მე დაგათვალიერებინებ საკავრობას. სულ რაღაც 5 ევრო ღირებულა ზევით ასვლა. ნახოთ ხა რამდენად ღირს. მე მგონი რომ ღირს, მაგრამ მაინც ავიდეთ. თავისი ადამიანი ყავს საკავრობას. ამხაბართ. Let's go. გავედით. აქ არის ბარსელონაზე ხედი. 360 გრადუსით შეგიძლია წახვიდე მე მგონი და უყურო გარშემო რა ხდება. ქუჩა როგორც ხედავთ ატრაქციონების პარკი არის. შეგიძლიათ გაერთოთ სიტყვაზე. ეშვაკის პროპორციას დაждეთ იესოს განდეგებასთან აქით. წაღადობა. სულამაზია. ზევით ასასვლელიც არის. ზევით ავალ. ცოტა დრო ზევით დავიდეს. იესოს განდეგება. აი ეგე. ზევით ხოჩანს. აი ცოტა ზევით ვიდეთ. მაგარია. ეს ვიწრო კიბეებია. მაგალითად გაძრო ფაქტიურად. ძალიან სევიწროა. ეხლა მთლაზე მოვწორეთ. მე მგონი მეტი ზევით ასვლა არ შეიძლება, თუმცა ასვლელი ნამდვილად არის. მაგრამ როდის ჩანს რომ ზევით კიდე კიბეებია და ალბათ ვიღაცები ადიან. მე მგონი შეიძლება ასვლა. Let's go. ავიდეთ ბოლომდე. აი თუ შეიძლება მე მეტყვი. დავიდეთ ახლა. დავიღალე ცოტა. ძალიან მაღალი ვარ. რა სიმაღლეზე ვარ. რა მაგარია. ფაქტიურად იესოს განდეგების სიმაღლეზე ვარ. აქვე. ჩამოვედით, ეხლა დაგათვალიერებინებთ თვითონ ტაძარს საკავრობას. ეს ნაწილი საკმაოდ პატარაა სხვათა შორის, სადაც სამლოცველოა, აქ სანთლების ანთება შეიძლება 20 ცენტი უნდა ჩააგდო. ნამდვილი სანთლები არ არის, ცოტა უცნაური პრაქტიკა არის, ეს არანამდვილი სანთლები. არ ვიცი, შეიძლება რაღაც ხრი გამართლებული არის, მაგრამ მიჩვეული რო არ ხარ, ძალიან გეუცნაურება ადამიანს. აი, ნამდვილი სანთლები სად არის? ხატები არის და ყოველ სანთელზე განსხვავებული ხატი არის გამოსახული. და შენი სანთელიც ნამდვილი ანთია ამ შემთხვევაში. კი, უბრალოდ ნამდვილია. შუაში კი აი ესეთი ხატები არის. და ძალიან ლამაზ ფერებში არის. საკმაოდ ლამაზია და ეფექტურია. ესეც ტიბიდაბო. ეხლა წავიდეთ, ვნახოთ გიორგი, რომელსაც შეიძლება ბევრი იცნობდეთ. ქალაქის ცენტრში არისო, რაღაცა კლასიკური სიმღერების კონცერტიო, ბევრი ბარი არისო და წავიდეთ ცოტა გავერთოთ. არ გავრთობილი ვარ ფაქტიურად, სულ მოძრაობაში ვარ და ცოტა დავისვენოთ. ლაო. ვაი, რა ხერა. ვიდი. ლაო. რა ხერა იყო? აგერ არის გენაცვალე. გიორგი როგორ? კეთილი იყო შენი ჩამობრძანება ბარსელონაში, კაი ფეხი გეკნება. კი, აუცილებლად. ეგ რა ხდება, აბა როგორ ახლა, როგორ გიკითხე? დავდიო ვათვალიერებ. რაც ვნახე მომწონს, იმით ბევრი რაც ვერ ვნახე. თუ სულ მოძრაობ იდეაში და ვიდეო ნახო გამოდივარ და. ხედავ რომ მოძრაობ მთელი ევროპიდან ბოლოს. ეს ცოტა ვნახე გემრიელა, ტიპი და ვნახე კარგად. რაღაცეები ტრიუმფალური თაღიც ვნახე. და შეგინახე. შეგინახე ბარსელონა და მე ვნახულობ სულ რაღაც ორი თვია მეგობრებო. ბარსელონაში დავბანაკდი და აქ ვიქნები საბოლოო ჯამში და. всё, გიორგი აქ. YouTube-საც აქედან დაუბრუნდები მოგ. ძალიან კაი. ეხა ოზის ურეკავთ. ჰალო ოზი, სად ახარ? ვიპასუხე. ჰალო, აბიჯო. ვაა! რა ხდება, ბიჭო? მიესალმე YouTube მაყურებელსაც. Hi, ხალხი.
როგორ ახართ? კარგად, ჩვენ კარგად ვარ, შეიძლება ჩვენ ძალიან კარგად ვართ. ბიჭო, რა ვიცი, აბა დღეს არ ვარ ბარში ისე რომ და თქვენთან ერთად მადგავერთ, ხო? ხვალ ვიქნები. მაგრამ თქვენ ხვალ დაიშლებით, ხო? ხო, ხვალ აი ვერ მოვასწრებთ ფიზიკურად რა და აი ზეგ შეიძლება რა ვიყოთ. აი, ზეგ ვქნათ მაშინ რა. მეგობრებო, აქედან ოზის ბარში, ლუბერს ბარში, რო ჩამოვალ ყველასა წავიდეთ. მე ოჭველი მივიდივარ და თქვენც მოდით. მოკლედ, საკმაოდ დამღლელი დღის მერე ბარსელონას სანაპიროზე სეირნობა და განტვირთვა ნამდვილად მესიამონა და ასევე მჭირდებოდა, რადგან მომდევნო დღეს უკვე ახალ ქვეყანაში საფრანგეთში მიწევდა გადასვლა. აი, მეგობრებო, კანში ვარ. მაგარი გართობა მიდის, კაი ვაიბებია, თუ რაღაცები ხდება საინტერესო. ქალაქანში ვარ, აქვე გეტყვით, არავის კანში არ ვარ, თმაო, მე ჩემ კანში ვიქნები ყოველთვის. ძალიან ზოგი ხურობა იყო, არა უშავს. რაღაცა ფლი მარკეტივით არის, გარეთ ხალხს აქვს გამოტანილი, რაღაცებს ყიდიან. რაღაცა კაი ვაიბებია რა. კინო ხوار გადავიღო რამე, ბარე მაგ ხوار დაჯილდოებისთვის. ხოდი ძალიან ზოგი ხურობა იყო, დღეში ბევრი იყო, ეგეთ ხაზიანზე ვარ. მოპატიეთ. რა გავაკეთე, მოპატიეთ. აი მეგობრებო, ეს გახავთ ცნობილი კანის კაცი. დიახ, ამან გააკეთა კანში ყველაფერი, რაც გასაკეთებელი იყო. კანის კაცი დავაფასოთ. აი, გვეყოფა, უაზრო ხორობები გვეყოფა, აღარ გვინდა, მოდი გავაგზავნოთ ჩვენი ვლოგი. ვაუ, აქ ამბეჭდები არის ცნობილი ხალხის. ვინები არიან ჯერ ვერ ვიცანი ვერცერთი, მაგრამ როგორც ჩანს ვიღაცა ცნობილები არიან. აი ესე მიუყვება მთლიანად. ჩემი ხელიც ხوار დავტოვა აქ. მაგრამ რო ჩავთხრილი შوار გამოვა, თუ დარჩა ჩემი ანაბეჭდი, ვითომ? არა? კაი. უაზრო ხორობები გვეყოფა. აი ეს არის მეგობრებო, კანის კინოფესტივალის ჩატარების ადგილი. ამ ადგილს ქვია ფესტივალის და კონფერენციების პალასი. დიახ. ესე ქვია ამ ადგილს და აქ როგორც ჩანს სურათებს იღებენ რეგულარულად ადიან და იღებენ ფოტოებს. მე გადამიღებს. არც არავინ. ასე რომ ჩემით გადავიღებ ეხლა ყველაფერს. სულ არ მინდა არავინ რა. როგორ არ მინდა ვიღაც. აი მეგობრებო, მე და თქვენ გადავიღოთ კანის კინოფესტივალთან ვიდეო. შო, ეგარი, გადავიღეთ ვიდეო. წავედი შემდეგ ლოკაციაზე. უცებადი ჩართვანიცადან. აი, აქა ვარ. აქა ვარ. მოვიდ, მოიცა? წავიდით ცადან. ერთი ცანწა უფრო ჭკვიანი ადგილები ვიყავ აქედან ხრიდან. მზე არის. მაგრამ უკვე მოწერია, მაგრამ შემიძლია დავფლიპო. ეხლა ნახეთ რა მაგარი რაღაც თქვა. ამ მოგზაურობაში ქართული სულისკვეთებინა ყველაზე მეტად ის გამომადგა, რომ ყველაფერს ვცდილობდი რიგის თავიდან ასაცილებლად და შესაბამისად ყველა ფოტოს გადასაღებ ადგილას, სადაც რიგი იყო მსგავს მაიმუნობას მიუმართავდი როგორც აგერ 5 წამის წინ ნახეთ. თუმცა ნელ-ნელა სულ დამავიწყდა საიდან ვიყავი, რას წარმოვადგენდი, რა მინდოდა ცხოვრებაში, იმიტომ რომ მონაკოს მივუახლოვდი და ამ მდიდრული გარემოს დანახვისას საერთოდ ვერ ხვდებოდი რა სამყაროში მოვხვდი. აი მე რა ლამაზია. ძმა 5 ლარი ხო არა გაქვს? ხვალისთვის, ხვალამდე მინდა, მეტი არა. ჩემი კაცი. ბიჭო რა ლამაზია. უი, დედო. ძმა 5 ლარი ხო არა გაქვს? ასე რომ თქო, ყველას 5 ლარი ხო არა? მე 5 ლარს ავაგორებ, მე მგონი, და გავდიდები, არა? ხო, კაი. აი მე. ანუ აი სივიდრის სული დგას და მე სიღარიბის სულს ვაფქრ. არა უშავს. ჩვენს დავეწევით, ალბათ ოდისმე. ვაიმე არის დარდო, უეჭველი დავეწევით, სახეს გავაძრობთ. მილიონერებად სისხლში გვაქვს. აბა რა. ილოცე ჩემთვის. უი, რები. ოპა, ეს მოსახვევი ხო არ გეცნობათ, მეგობრებო. ფორმულა 1-ის მოსახვევია. დავაი მოუხვიეთ. აბა რა, ფრითი ვართ ნაკლები ფორმულა 1-ზე. არც არა ფრით. ვაიმე. მართლაც რომ ვაიმე. გარეული ცხოველი გძობა ხა თავს. აი მონაკოში მთავარი სანახაობები რაც არის, ეხლა იმას დაგიყვანთ. პირველი არის მონტე-კარლოს კაზინო, რომელიც ძალიან ცნობილია და შესვლა შეიძლება როგორც ჩანს წილასივრთაში ვიყავ, შიგნით ვერ შეხვალ. მილიონერი თუ არა ხარ ვერ შედიხარ. ოპა, დავარღვიეთ აქედან გადავედით. არ მაინტერესებს. აი ესეთი სიტუაციაა. ამ კაფეში რა ფასები არ აგიცე, კაფეც არ მინდა საერთოდ. და როგორც ჩანს კაზინოში გიგანტური რიგია, რა თქმა უნდა. და ამ მოწვევის შესვლისას სამხარშია. ფულის პიკი არის ხა აქაც ხდება. მაქარები ამედია. ანუ ყველგან საათს აგინდა გაიხედე, სუპერკარები ჩაოლბრივი ამბავია. არა პრობლემა. ყველას ყავს. ხურდაში მოძდით. ყველაზე იაფიანი მანქანა როგორც ჩანს, აქ პორშე არის. ყველას ყავს პორშე. არც დიდი რიგია, ნახოთ აუცილებლად. არა, მე იმდენი რაღაცა მაქვს, რას შემიშვენ. Hello, what do I need to show you? Yes, you need to show me. If you don't have any knife, ეს დანა არ არის. it's not possible. არა, უძმაო. არ ვიტყუები, დანა მაქვს, 2 ცალი, აგავაკეთო. არ შევედი. ჩემს მომიტყუები რა, არ მიყვარს ტყუები. კაზინო გაგვემართა.
სად დავტოვე ხა ეს ძანები მინდა ეს ხა მინდა სად მე რომ მივაგდო მე ვიცი ხა რასაც ვიზავ სად მე ნაგავთან დავდებ ან ბუჩქებში და მე წამოვიღებ ეგრე ვიზავ სანამ მე დანების დასამალად მივალ და თქვენ მანქანებს უყურებთ მაქამდე მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავხადო Action Pro G-ს შეიძლება იცნობდეთ როგორც GoPro Club Georgias ზუსტად მათი დახმარებით მაქვს კამერის ისეთი სამაგრები რომელშიც ეჭვით არ შემპარებია რომ მყარად იქნებოდა ასევე მათი დახმარებით მაქვს სცენა რომლის მეშვეობითაც მთელი მოგზაურობის მანძილზე მუსიკა არ მომიკლია და მინდა გითხრათ რომ 2 ნოემბრამდე ძალიან დიდი ფასტაკლებები აქვთ და იდეალური დრო არის იმის ასარჩევად რაც თქვენ გინდათ რა თქმა უნდა საკონტაქტო ლინკი აღწერაშია მანქანები იცოცხლე რა არა პრობლემა არის აი მეგობრებო აგერ მოვალ აქ დავტოვებ აქ ისევა ყველაფერი წავით ეხა შევიდეთ კაზინო რა ვნახავ რა უნდა ვნახო ის კარი არ მეჩქოება რომ დატოვე ბუჩქებშიო რა გავაკეთო შენ მომინდა That's it I left the knife yeah Which part We're here okay okay next one One eternity later ეგ არის შემოვედით აი ესე გამოიყურება ყველაფერი ვირი არა დიდრულად როგორც ჩვენ შეგეფერება აი ეს ცნობილი ქალია აქ ხელს თხოვენ კილოცავს დამატების დღეს გავას დაესწრეთ ეს არის კაზინოს შემოსასვლელი ალბათ ძალიან კაზინოურად გამოიყურება არ ვიცი პირველ დასაწყისში კაზინოში ცხოვრებაში არ შევხვარ და გემბლინგი თუ გინდაო ამ ხელაჩანთით უკაცრავად ვერ შეხვალთო მეთქი კაი რა 10,000 წამოვიდეთ ესე რომ საგემბლინგოდ მეთქი 20,000 გამოვაქვთ მაგრამ აბა უაზო ხოლმე გვეყოფა და სუვენირების ადგილიც არის რა თქმა უნდა აქაც ამიდა გავალპიო რაფასებია აი მე და ეს ქალი ეს ცნობილი ქალია ფული მოაქვს ხოლმე ან ყვავილები არ ვიცი რომელია მაგრამ ფულს გოს მაგარი იყო წავიდით ой მე რაღაცა მოყენდა ასტონის მარტინი მეგობრებო მაგარი მანქანაა რა მა დამსვი რა გამაკატაე რამდენ საგიწევს დავდგეთ მე და ვაიმე იან დაგიდგეთ გაგასწრო ვერ გავასწრო ვითომ წავა რა გამოიყურებნო ой მე შუაში გამყოფია მერთო ჩემი რა არის ბეტმენის მანქანა ბეტმენი აქ ცხოვრობს ვიცოდეთ აი გვეყოფეს რაღაც ბანძ მანქანა წამახა გავიდეთ კაზინოს უკან სადაც ფეხბურთელების ფეხის ანაბეჭდები არისო და ლამაზი ხედი არისო მონაკოზეო და ნახოთ ერთი რა ვისი ფეხის ანაბეჭდია ყვარცხელია თუ არა რა თქმა უნდა ერთი ვიცოდე აი მივაგენი ხალხო აგერ არის აი ფეხის ანაბეჭდები რობერტო მანჩინი ოლივერ კანი მარსელ არ ვიცი აი ბუფონი ბიჭო მე ბუფონი ვიცი მეგობრებო ფეხბურთის გაწყაშავა მაგრამ ბუფონი ვიცი ეს ვინ არის ვიღაცა კლაუდიო კარლესი პუიოლიო ბიჭო მე პუიოლით ვიცი კარლესი რა ვიცი პუიოლი ყოფილა პუიოლის ფეხბურთები იაბეთერე ფეხები აქ აი მოკლედ ბევრია რა ბევრია ჩემი აკლია ჩემი როგორც ძობილი ენის გამკვანძველი აკლია ჩემი ენის ანაბეჭდი დიახ მაგრამ თავარი ახლა აქ რომ მოვიდეთ ხედი მეგობრებო რა მაგარია გამჭირვალეა რა სილამაზია ძალიან ლამაზია გარდა იმისა რომ ძალიან დიდრულია და ასე შემდეგ მაგარი მანქანები არიან ძალიან ლამაზი ბუნება არის და ლამაზი სანაპიროები და ყველაფერი ძალიან ლამაზია თებიც ძალიან ბევრი აქვს სხვათა შორის ულამაზესი რა თქმა უნდა ეხა არა უსულა კარგად ამიღია მაგრამ აქედანაც რო უყურებ უკვე ხდები რომ იქაც ძალიან სილამაზეებია ყველაფერს აქვს ბარიც აქვს საჭირო არ ვიცი რა აქვს მაგრამ მანქანებიც აქვს ყველაფერი აქვს უცოცხლე და ალბათ სიძულეც აქვს თუმცა არ ვიცი აქ ტიტული ქალის და კაცის ის არის რა ქვია ქანდაკება აუ ადამიდაევაო აი ადამიანის ქანდაკებებია უბრალოდ ტიტულები არიან დემონეტიზაციას გამიკეთებენ არ მინდა და რა თქმა უნდა ისეთ წერტილებში სადაც სასქესო ორგანოებია ყველაფერს ფერი აქვს შეცვლილი ძალიან პერვერტები ვართ ადამიანები ჩემი დანები ავიღო მეგობრებო აქ მოპარვები იციან ძალიან ღარიბები არიან და ისევ აქ თუ არის აქ არის შო დავიბრუნე აგერ არის აი კიდე კაი ბერძო მიუსწარი რა ფული არა აქვს აქ ხო იცით აი მოვედი მეგობრებო აქ ეს ცნობილი მოსახვევი არის შეიძლება ვიღაცებს გეცნოთ აქ მე ვარ გავლილი და კიდე ისინი იქნებოდნენ ფორმულა 1-ის ბოლოელები რა ეგენიც დადიოდნენ აქ ძალიან ცნობილი მოსახვევია ჩემ გამო ყველა ეხა აქ ვისაც ხედავ მაგიტო არიან უყურებენ რა გენიალური მოსახვევიაო კაი ხორობის გარეშე ეს არის ადგილი სადაც ტრეკი იყო ანუ ეს მოსახვევი ძალიან ცნობილი არის და ყველა აქ მოდის იმის სანახავად რომ სხვა სპორტკარები და სუპერკარები ესე ჩამოივლიან ხოლმე აივლიან თუმცა გაჩერებულები არიან ქვევით და წამოდით განახებთ რა მაგარი მანქანები აყენია millionaires not millionaires ეს რა არის გასარეცხია ბიჭო არ თქვენია აი ლარიანებში გაიყვანე გარეცხე რაცა უჭით აქ მანქანებია ძმაო ეს რა ლამაზია შეხედეთ ლამაზესია აი ეს მინდა რა ამას ვიყიდი მე არა პრობლემა და მეშინი ამ მანქანებთან ახლოს მოძრავ ვინმეს რამე არ გავკრა შარი არ მომიდე თან ძალიან ფართო რაღაცები მაცვია და შეიძლება თხლიშვი ვინმეს რამე აი ხო გეუბნებით იპარავენ ძმაო თუ ეს რა დაკეცილ ველოსიპედი გინახავთ
აი ეს ყველა ძვირი ველოსიპედი აქვს. ვიცით, მანქანებზე ძვირი ღირს. ერთი აქტივობას დავნიშნა მეგობრებო მონაკოში, რაც არის მონაკოს პასპორტის ბუკლეტის აღება, რომელიც უფასო არის. ასე მინდოდა ჩემ პასპორტში რომ ბეჭედი ჩამერტყა მონაკოში რომ ნამყოფი ვარ, მაგრამ შაბათ-კვირას დაკეტილები არიან და დღეს შაბათი არის. მაგრამ მინდოდა რომ ეს პასპორტ ბუკლეტი ადგილი ღია არის. მაგამდე გეტყვით რომ ჩემი არხის გენერალური სპონსორი არის ლიდერ სპორტი და დიდი მადლობა მათ ამისთვის. დიდი მადლობა ასევე სოკარს, რომელიც ჩემ მოგზაურობაზე ზრუნავს. ასევე უღმესი მადლობა თეგეტა მოტორს, რომელიც არის მოტულის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში და ჩემი მხარდამჭერია. და ასევე დიდი მადლობა უგემრიელეს სნექს, რომელიც მიწისძვრის კარაქით მამარაგებს და მე მშიერი მონტე-კარლოში არ ყოფილი ვარ, ზმაო. მომში და მიწისძვრი ეგრევე. მომში და არაფერ. გვაქვს. ხო, როგორც დასაწყისში გითხარით, მონაკოს პასპორტს ავიღებ თქო, ზუსტად მანდ მივდივარ. სამწუხაროდ მოქალაქეობას ასე მარტივად არ გასცემენ, თუმცა ამ სუვენირის აღება ამ ქვეყანაში მოგზაურობის იდეალური დასასრული გამოდიოდა, მაგრამ ჩემი ორიენტაციის საშინელი უნარების გამო ყველაზე დიდი სირთულე ამ პასპორტის აღება კი არა. იმ ადგილის პოვნა იყო, სადაც ამ პასპორტს მომცემდნენ. მე მგონი სწორად მოვდივარ, არ ვიცი, რაღაც ძალიან უცნაურია ყველაფერი. ფაინე, არ მუშაობს. ჩემი კაი. ახლა ფეხი ჩაკავართ. იგივე მოსწრაფო მაინც აჭართული. არ ვიცი, რამდენად სწორად მოვდივარ. საჯან დაბაში მივდივარ. ეხა სხვა ქალაქი რომ მოვიდე შევთხოვით. ამინდა. დიდი მადლობა. მე ეს პასპორტი მინდა. თუ შეიძლება. ხომ პასპორტი მომეცით. ხოთ. მომეცით პასპორტი. სამი მივდივარ. ახლა მგონი დავიკარგე ისე. არ შემიძლია. არ მინდა. არ დაკარგულოთ. არა პრობლემა. არ შეიძლება ყველაფერი. არა ბიჭო, სადა მოვედი, სადღაც ამოვდივარ. წავედი უკან. მე ვიხავ ჩემი ბრალი არ არის რა. ანუ ძალიან დაუცნაურად არის ეს ყველაფერი მოწყობი. მე ძალიან ჭკერულად დავდივარ, გავყევი ერთ გზას, რომელიც იყო. მეტი გზა მე აქ არ დამინახავს. მაგრამ ეგ სადღაც ლიფტი იყო ჩასწრული. შეიძლება ეგ იყო. წავედით ეგ ვნახოთ. აი აქ რაღაცა ლიფტები იქნებ. მეგონი ეს მიდის. წავედით ვნახოთ. სადა ვარ? ერთზე ვარ, ნოლზე მინდა. მე არ ვიცი. სადღაც ჩამოვედი. აი ეს არის წითელია. აი ეს ხომ მოვაგენი რა. მე რა ვიკარგები. ხო ვაგენებ პასპორტი. თორე იყოს ვიღაც. ვიცოდე? Hello. Thank you so much. Bye. ეგ არის ძმებო. შო. მონაკოს მოქალაქე. ნო აი ოფიციალურად. მე აქ ვიყავი 12 ივლისი 25 წელი. ეგ არის. იდეალურად სრულდება მე თუ მკითხავ ესპანეთი საფრანგეთის ვლოგი მონაკოში მე მდიდარი ადამიანი ვარ უკვე მონაკოს მაცხოვრებელიც ვარ პასპორტი მაქვს ამადასტურებელიც არის ეს თუ განახით აქ რას გავს ერთ თუ არ დაიკეტო ძო მე გადმოდივა საცხოვრებლად ჩემი ბიზნესები უნდა გავხსნა და ავაყვავო რა ეკონომიკა მართალია მე მონაკოს ამყოვებლად არ გამოვდგები თუმცა იმ გამოცდილებას რომელსაც სხვა ქვეყნებში მოგზაურობისგან იძენ ჩემ პერსპექტივას უფრო მრავალფეროვანს ხდის განახებს სხვა ადამიანების სპექტრიდან დანახულ ცხოვრების წესს რაც საბოლოოდ ჩემ პიროვნულ აყვავებას ნამდვილად გამოადგება